რეჟიმის ამოცანა ერთხელ მაინც შეძლო და შეგვიყვანონ სახში და ერთი დღე მაინც შექმნა პრეცედენტი, როდესაც რუსთაველზე პროტესტი არ იქნება. აი ეს უნდა დამათ. და მე ამის მაგალითები ჩვენ გვაქვს, როდესაც მე შეეცნებიან საერთოდ აღკვეთონ. ამიტომ ჩვენ არათუ რუსთაველი უნდა შევინარჩუნოთ, არათუ შაბათოვი დიდი მანიფესტაცია, არამედ უნდა მოვძებნოთ გზები, რომ პროტესტი უფრო გავშალოთ. ჩვენ ეს შეგვიძლია, მე ამაში ვარ დარწმუნებული. ჩვენ ეს ნამდვილად შეგვიძლია. მე ამასინათ საუბრობდი, რომ და მინდა ყველას უთხრა ერთი რამ რა. ჩვენი რეალური ძალა ჯერ კიდევ არ გვიჩვენებია. ჩვენ მთელი ერთ წლის განმავლობაში ვიყავით ამ რეჟიმთან ძალიან დიდ ბრძოლაში, მაგრამ რეა სიმართლე ვთქვათ, რომ ბოლომდე ერთიანი კოორდინაცია ვერ შევძელით, როდესაც საქმეზე მიდგებოდა. ამიტომ ერთიანობას, ერთიან კოორდინაციას და ესე ერთ ბუშტად შეკვრას წარმოუდგენლად დიდი ძალა აქვს და ჩვენ თუ ეს შევძელით, იქნება უზარმაზარი ძალა, რომელსაც ვერაფერი ვერ გააჩენებს. აი მაშინ ვარ მე დარწმუნებული. ჩვენ ვარ ძალიან დიდი უმრავლესობა, დაახლოებით 80% საქართველოს მოქალაქეებს უნდა ევროინტეგრაცია. ერთადერთი ჩვენ რაც გვჭირდება არის ერთიანი საკოორდინაციო რაღაცა ცენტრი, რაღაცა გრავიტაციული ცენტრის შექმნა და ერთიან კოორდინირებულად მოქმედება. ჩვენ თუ ეს შევძელით, რისიც ყველაზე ძალიან ეშინიათ, აი მაშინ გამოჩნდება ჩვენი ძალა და გასულ წელს რომ ამბობდით, რომ ბევრი ხალხი ვიკრიბებოდით, მაგაზე მეტი ხალხი შეიკრიბება. ამიტომ მე ამაში ვარ, ამ ნაწილში ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. ნიჰილიზმი არის ამათი იარაღი, ამათ უნდა დათესონ, შემოაგდონ, არაფერი არ გამოგივა, რატომ დადიხართ, რა უსაქმურად მიდიხართ. ეს ყველაფერი არის ინსტრუმენტი, რომელსაც ცდილობენ დემორალიზებას, მაგრამ ამის შანსი არ არის. ამიტომ ჩვენ ვიცით ამის გზა, ამის რეცეპტი, რომ უნდა გავაგრძელოთ პროტესტი, უნდა ვისაუბროთ ყველამ ერთმანეთთან და ყველამ უნდა გავიღოთ ამ პროტესტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჩვენი კონტრიბუცია, რომ შევძლოთ ამ უცხოეთი პროტესტის გაშლა და კოორდინაცია და ერთადგომა შესაძლებელია. მე ამაში ვარ დარწმუნებული, მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, კომპრომისებით და თუ ამას ჩვენ შევძლებთ, წარმოუდგენელი დიდი ძალა იქნება. დღეს ჩვენ თავზე გვაზის გათავხედებული უმცირესობის უმცირესობა, რომელიც აჭრევს ძალოვან უწყებებს და ამით უჭირავს მთელი ძალაუფლება და სინამდვილეში მოსახლეობის 80%-ზე მეტი არის განწყობილი ამათ წინააღმდეგ. ამიტომ უბრალოდ კითხვა ჩნდება, როგორ გვაზიან ესენი თავზე და ერთადერთი რაც გვჭირდება ერთიანობის დემონსტრირება და ამ მიმართულებით ბევრი საუბარია, ბევრი მუშაობს და მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯები გადაიდგას აუცილებლად.